შეკითხვა არის შემდეგი, რომ ამის მიუხედავად მარტო დაზღვევაში არა სხვა სფეროებშიც, რატომ ხდება ისე, რომ მაინც ხელოვნური ინტელექტი არ არის ძალიან განვითარებული ორგანიზაციებში და დანერგილი ორგანიზაციებში. რა არის პრობლემა? აი, პრობლემის სათავეს მინდა მივაგნოთ რა და იმ პრობლემის სათავეს დავარტყათ ახლა და გადავჭრათ. თუმცა თეორიულად შესაძლებელი. სალსახად ახლა რომ ახლა ახალი კომპანია დავიწყოთ სადაზღვევო, თეორიულად შესაძლებელია, რომ ყველაფერი ამ AI აგენტებმა გააკეთონ დეპარტამენტების დონეზე. კი ბატონო, AI პროექტი თუ კი ორგანიზაციას სიტყვაზე არ ვიძახეთ ხა მთლად მორალურ რაღაცას თუ კი ორგანიზაცია შეამცირებს 50 თანამშრომლით ეს მარტივი განსახორციელებელი თემა არ არის. ანუ AI-მ რომ ჩაანაცვლოს ესეთ ფაქტები უკვე ფიქსირდება, ხო? დაზღვევაში სად უფრო შეიძლება შემოვიდეს ხელოვნური ინტელექტი რა როლში? სად შეიძლება უფრო ნათლად დავინახოთ ხელოვნური ინტელექტის როლი აი ამ დაზღვევის ფარგლებში? ავტოავარიის შემდეგ ჩაგდებული ფოტოს, მომხმარებლის მხრიდან ჩაგდებული ფოტოს შემდეგ 3 წამში მოხდა ანაზღაურება და ეს ყველაფერი იყო მასშტაბური პროექტის, ასე ვთქვათ, დამსახურება, რომ ესე იგი, ფოტოს გაგზავნიდან მუშაობდა პროექტი, რომელიც აფასებდა ყველანაირ რისკს, რომ თაღლითობა ხომ არ არის ეს, ხო ნამდვილია, თვლიდა ისტორიას მომხმარებლის, გაგზავნილი ფოტოს მეტამონაცემებსაც კი ითვლიდა და ამოწმებდა და კიდევ 1-5-6 სხვა პარამეტრით მოქმედებდა და ადგენდა რამდენად სარისკო იყო თანხის გადარიცხვა და თუ ჩათვლიდა რომ რისკი ძალიან დაბალია, წამებში ხდებოდა ანაზღაურება ამ მომხმარებლის.